გამარჯობა. გამარჯობა. კატოსთან ვართ. მოგზავნ. გამარჯობა. Hallo. რაო? რა გვიჭირეს ბიჭი? Вообще არ არის იდეაში სადაც 20 წელი შეიძლება მივსაჯო. არა, ძალიან სასაცილოა. რიოს ნაპირების მაგივრად. ცის ნაგლექს რომ უნდა უყუროს მომდევნო 20 წელი, აი ძალიან სასაცილო პირიქით. დაბრძანდით. არა თქვენ არ გეცოდეთ. არა, ძალიან მეცოდებ. მე ზოგადად ყოველთვის მეცოდება დებილები. თქვენი სულ ყველა მოვედი. არა, რატო გისმენთ? თქვენ მეტყვით რატომ და რისთვის მოხვედით და მე გეტყვით ტყუილად მოხვედით თუ ღირდა. ის რა არის ცოტნეს პრობლემა? ვიცით. ფსიქოლოგი ვარ. არასოდეს სათანადოდ არ დასჯილა. არ დასჯილა ისე, რომ დაფიქრებული ვარ. ყოველთვის ყველაფერს პატიობენ. მეგობრები, ახლობლები, ქალები. ყველა ხარი. მაგრამ მე მზად ვარ დაგეხმაროთ. მე რო ციხიდან გამოვიყვანე, ეგეც მაგარი სასჯელი იქნება მისთვის. აუ ხო რა. გამოიყვანეთ არ დავეძებთ რა. და იყოს თქვენი დამსახურება. მადლობა. მოკლედ. პროკურორის ძმა ყოფილა თქვენი მეორე თუ რომელიღაც ქმარი და მეორე. მაგრამ მის ძმასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა. ძალიან ეხავს იდეაში მაგრა გამოგვადგებოდა ძალიან. ეს არ ამგონია სწორი გზა იყოს. ერთი გეგმა მაქვს. საკმაოდ კარგი. და თქვენ უნდა დამეხმაროთ. დამეხმაროთ კი არა, ფაქტიურად ეს გეგმა თქვენ უნდა განახორციელოთ. და რა გეგმა? რა გეგმა? მოკლედ ესე. მოკლედ, კატა ამბობს, ჩემი მეორე ქმრის პროკურორის ძმა შანსი არ დაგვეხმარებაო და მეტიც რო გაიგოს, რომ რაღაც ქონდა, სამუდამოს მოითხოს მაგისტრის. რა, რომ გაიგოს რა არო. მაინც ფილმა ქალაქმა იცის. ხო და ხო იცის რომ კატას პონტია და დაგვეხმარება რა. არა, ჩემი ქერა გოგო. ეგრე არ ხდება რა. იქ თავარია მისვლა, თხოვნა, ლაპარაკი, დავალება და ასე შემდეგ რა. და კატა არ შეეხვეწება მაგას. აი, მოკლედ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მოდი ბარემ გეტყვით რა დაგვავალ ამ კატამ რა. აუ რა მაგარი ქალია რა ეს კატა რა. ანუ სამივე შეურაცხყოფილი და დამნაშავეები დაკერეთო, რომ ვითომ ეს იყო ფლეშმობი და ერის ყურადღების მიქცევა უნდათ ეროვნულ საფრთხეებსო და ცოტნე მზად იყო, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლად შეწირულიყო, მაგრამ მე რომ გაიგეს, რომ მართლა იჭერდნენ, ძალიან გაუწყდა და ჩვენებას ვაძლევთო. ნუ ეგ შეუძლებელია რა, აი ყველა დროის კარგია. ანუ ნაილა ხუნწარია, გრიშა კაკაჩია და ის ექსპერტები უნდა დავკეროთ, რომ ეს იყო ფლეშმობი. და უნდა დაამატონ რაღაცა ახალი გარემოებები, რომლებიც ეხლა გახდა ვითომ მაგათვის ცნობილი რა. აუ, აი ეგ მაგარი იდეა. რა ქენით მოაგვარეთ? თითქმის. თითქმის. კაი, მე მივხვდები ახლა. კაკაჩიასთან არ ყოფილ ხართ? ვერაფრით ვერ მოვიფიქრეთ კაკაჩიასთან რა ვთქვათ, რა ვიცი აბა. კარგი, დანარჩენები? ნუ ახლა ნაილა ძალიან იოლი იყო. აუ, ძალიან ადვილი რა. მაგას ჩემი ორი ულამაზესი კაბატე კარწის სათვალე შეეწირა. იდეაში ახლა ექსპერტებიც არ იყვნენ მარტივი, მაგრამ ძალიან საკაიფოდ ულაპარაკეთ სამივემდე, ნუ. მაგათ ლაპარაკი რა თუნდა პირდაპირ ფული უნდა და. არა, ეგრეც არ არის რა. ყოველ დროს ვაფშე ყველა ფულიც ძლობს მაგათ მოსყიდოს და ძალიან გაძვირდნენ ტიპები რა. აუღოთ, ისეთი გოიმები არიან. просто ისეთი გოიმები არიან, არ მჯერა. აი მაგათ კიდე ნახავდნენ თავზე. ეხლა ეს მითხარით, სასამართლოზე ჩვენების მისაცემა თანახმარია? სხვადასხვა ისე ადვილი დავითანხმეთ ეს ექსპერტები რა. არიციან ცრუ ჩვენებისთვის რა ელით და იმიტომ. ალბათ. კარგი, ესე ვქნათ მაშინ. კაკაჩიასთან მე მივა. და რა სიტყვი? დამაცადეთ რა.
ჩემი საქმეა. გამარჯობა, შეიძლება? ვინ გნებავთ? ბატონ გრიშას გადაეცით კატა ჯიქია მოსული თქო. ჩიქია? მარგალერეკო? ხო, მომზადით. მადლობა. დოზოჯით ბატონ. მადლობა. ბატონო გრიშა, მალე ჩამოხვალთ. რა გინდა გოგო? ქალბატონი კატაჩიკია მოსული. ვინ? ქალბატონი კატაჩიკია მოსული. რა უნდა? დედა, თქვენ საკილზე დაჭდა. ისდეს რა გინდა მე შენ? მიშა, ხელი გამოიტანე. ახლავე. დედა! ამას ისხედო კაცო? ეს მართლა თქვენ ახარ თუ მეჩვენება მე ახლა? გამარჯობა. ბატონო გრიშა. საქმე მაქვს თქვენთან. ვიცი რომ ხალის სიტყვები თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ რასაც ახლა გეტყვით, იქნებ ჭკუაში დაგიჯდეთ. ქალს გააჩნია და საქმეს გენაცვლე. მადლობა, ეგ უკვე მომწონს. მადლობა. ცოტა შვილის შესახებ. აუ, ახლა ძალიან გთხოვთ ეს უხსენებელი ჩემს სახში არ ახსენოთ ძალიან გთხოვთ რა. ვიცი, დისკომფორტი შეგიქმნათ და მასხარასავით მოიქცა, როგორც ყოველთვის, მაგრამ არ მითხრე. ამით ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა, ბატონო გრიშა. კარგი მოხდა? მისი ბედი თქვენს ხელთაა. როგორ? ჩვენ, მე და თქვენ. შეგვიძლია ცოტა შვილი დარჩენილი ცხოვრება ჩვენს ჭკუაზე ვატაროთ. და ციხეში მჯდომი ავანტიურისტი რაში უნდა გამოვიყენოთ, აბა დაფიქრდით. რაში უნდა გამოვიყენოთ გენაცვლე? დააშავა და ბრძანდებოდა ეგ დოზი სადაც არის. გვიძლია ამ საკითხს შევხედოთ დააშავა. დიახ. და ახლა მთელი ცხოვრება მოუწევს ამ დანაშაულის გამოსყიდვა. და მე რაში გამოვიყენო? შვილიშვილები ზარა მყავს რომ კლოუნად ვამუშაო კაცო. ნებისმიერ რამეში რაშიც გინდათ. როგორ უნდა გამოვიყენო კაცო, ან როგორ უნდა გამოვაშვებინო? სახელმწიფო გადატრიალებას აკეთებდა კაცი და მე გამოვაშვებინო? ჩვენ ასეთი რამ მოვიფიქრეთ. ვითომ ცოტნე აწყობდა ფლეშმობს. იმის დასამტკიცებლად რომ ჩვენთან მდიდარი და საყვარელი ადამიანებიც არ არიან დაცული ყოველდღიური ნაგვისგან. ამით ცდილობდა მთავრობა შეეჩერებინა, რომელიც მისი სამინისტროს დახურვას აპირებს. მალადეც. კარგად მოგიფიქრებიათ. ლოგიკაში ჯდება და იმიტომ. და მე რა უნდა ვთქვა ახლა სასამართლოზე უნდა ვთქვა რომ კარგი იყო ეს ყველაფერი, თუ რა? არა, თქვენ უნდა თქვათ რომ ნებისმიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლო წამოწყებულ საქმიანობას ეთანხმებით. თუნდაც ეს ერთი შეხედვით უკანონო ჩანდეს. კარგით ახლა გალბატონო კატა რასაა რომ თავაზობთ რა, ესე იგი უნდა ვთქვა რომ ყველაფერი სისულელე მე მაგ ნაძირალასთან ერთად მოვიფიქრებ თუ რა? არა, რატომ ჩვენ თქვათ რომ ეს PR კამპანია ისლანდიელმა PR-შიკებმა შემოგთავაზეს. და თქვენ არ დაზოგეთ ძალა და ენერგია რომ პრობლემა გეჩვენებინათ. დიდი ბოდიში, მაგრამ არ მომწონს მე ეს რაღაცა. კი ბატონო. მაშინ იჯდეს ცოტა შვილი ციხეში და თქვენ იქნებით ამით უსაზღვროდ ბედნიერი, ხო? რას გეტყვიცი გენაცვალე? ახლა კი არა, ადრე უნდა ჩამჯდარიყო მაგ ციხეში, სულ ადრე. გასაგებია. მე მეგონა უფრო საინტერესო საუბარი გვექნებოდა. ბანალური შურისძიება ძალიან ადვილია, ბატონო გრიშა. რატომ ადექი გენაცვალე? არა, რატომ ადექი, რატომ? იცით რა? თავის დროზე მე ცოტნეს გამო პრეზიდენტობაზე ვთქვი უარი. კარგი დაღლა რა, კარგი დაღლა. არ გინდა ჩემი გუჩნდელი ხო არა რა, იმარჯვებდი? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აბა? თავარია რომ უარი ვთქვი. და თქვენ ახლა რა გონიათ, მე ისევ მიყვარს. მეწოდება და მინდა რომ დავეხმარო. არა, არ მგონია.
ხო და მეც არ მაწყობს ცოტაშვილი ციხეში და თქვენ რაში უნდა გჭირდებოდეთ არ მესმის. თუ თქვენ რაში უნდა გამოიყენოთ კაცო? მე რამეს მოვიფიქრებ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. კი ბატონო. კარგად ბრძანდებოდეთ. და სხვათა შორის აი მეც ისეთი კაცი ვარ რომ ფიქრი მიყვარს ფიქრი. და მოგეცა 1-2 საათი და იქნებ მეც მომეფიქრები არა მე. ზუსტად 2 საათში თქვენ ზარს დაველოდები. Силахарыш. Ой, Лудочка. Какая красивая женщина. Она кто? Она попросила, чтобы я этого негодяя Цотешвили выпустил из тюрьмы. Ага. Очень хорошо. Обзан. მოდით. რა სახეები გაქვს? ვიყავი გრიშა გაკაჩიასთან. მე მე 2 საათში პასუხს გეტყვიო, ველოდები უკვე უნდა დარეკოს. შანსი არა. просто გამორიცხულია ეკაცი მაგაზე დათანხმდეს რა. რას ლაპარაკობ? არ არსებობს კაცი, რომელიც ქალს რამეზე არ დათანხმდება. მე ფსიქოლოგიურად ეგრეა. უბრალოდ ქალს გააჩნია. ანუ თუ დათანხმდა გამოუშვებენ? თუ არც ერთი მოწმე არ აღიარებს თავდასხმას და ამ ყველაფერს სასამართლოს ფლეშმობად შევასახებთ, რა თქმა უნდა გამოუშვებენ. ой, ეს გრიშა რა. არა, გრიშა დათანხმდება. რა იცი შენ? მე ყველაფერი ვიცი. მოდი ახლა ჩვენი ცოტნეს გათავისუფლება აღვნიშნოთ. ადრე აღნიშნა ცუდის ნიშანია. კარგი გოგო, რა დაგემართა? შენ ფსიქოლოგი ხარ, თუ რომ მორწმუნე. ჩვენს ბიჭს გაუმარჯოს. გზაბნეულს, კლოუნად დაბადებულს, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელ კაცს. რომელსაც ქალები დაღუპავენ, მაგრამ ქალები გადაარჩენენ ჩვენს ცოდნეს. ხა ნახეთ 10 წუთს დააგვიანებს და მერე დარეკავს. აიმე. თავის გადაწყვეტილებას ხომ უნდა შეძინოს ფასი. აუ, ძალიან ნერვიულობ. კარგი რა, პირიქით, რაც უფრო მეტად აგვიანებს, მით უფრო თანახმაა, ესე იგი. კატა, ნუ დავლიო კიდე რა. არა, როგორ მაკანკალებს არ იცი პროსტა. აი. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. ახლა ვისთვის კარგად, ვისთვის ცუდად, ეგ უკვე მეორე საკითხი. აი. რა ვთქვი? ცოტა ხანს დავაცადოთ. დიახ, ბატონო გრიშა. კატა, ვიფიქრეთ და მართალი ხარ შენ. ბიძოლა ჩემს მაგონებ ნორაგაბისკი. დიდი მადლობა. ჩვენი ქალია. გამოვათრიო და მე მევიცი. აბა რა. როდისაა სასამართლო? სასამართლო ზეკ. ოდა ჯანდაბას მაგის თავი. ხო ეცოდინებ რომ ჩემი დამსახურება რო გამოვა. აბა რა, როგორ არ ეცოდინება, კი და აუცილებლად. მე შემოიარე, სიტის დაგათვალიერებინებ, ლუდას გაგაცნობ. კარგი, მადლობა. ეგრელი ქალები უნდა იცნობდნენ ერთმანეთს. აბა რა. და მაგას რა უყოთ მაგ მასხარას. ერთად მოვიფიქროთ. კარგად. კარგი. დროებით, მადლობა. კაი. აბა რა. ზეკ ცოტნე თავისუფალი იქნება. ვაიმე. აბა რა გიგონა. ძალიან მიყვარს ეგ დებილი ბიჭი რა გავაკეთო, აღარ ვიცი. ხო არა. მოკლედ გოგოებო. აბა ქალები სადღირზეო დავლიათ. აბა რა, აუცილებლად. გაგვიმარჯოს ქალებს, ოღონდ ცოტნეს ქალების თამადობით რა, მე ესე ვიტყოდი. აი.
დათვერით, ხო? თუ ეგეთი მაგარი ხარ ბრაზილიიდან რატო გამოგიქცა? ვერ გაქაჩა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა იმან ვერ გამიქაჩა. ჩემთანაც პრინციპში. ნუ ეხა ჩემთანაც. შენ ვაფშე ვისი თქმა გინდა, რომ ყველაზე მაგარი ხარ? აჰა. მომენტ ეგრი. ცოტნეს პრობლემა იცით რა არის? ყოველთვის იმას ეპოტინება, რის თავიც არ აქვს. ზედმეტად შეყვარებული ქალებისაც ეშინია, როგორც ანკა, მესაკუთრისაც, როგორც შენ და თავისუფალისაც, როგორც მე. ჩემს გაფიცებ ერთ ცუდით რა. ანუ შენ ამაფრო ბრაზილიიდან არ გამოგექცა? გაქცევა ხშირად მიტოვებას არ ნიშნავს, უფრო პირიქით, მიტოვებული გარბის ხოლმე. ნუ ეხა ეგ ფსიქოლოგიურითაც ეგრეა კი. დავალაგოთ ერთად. ვერალაგებს. ერთი წუთი. ანუ, აბა. ბრაზილიაში შენ მიატოვე, თვითონ წამოვიდა და მე შენ ჩამოხვედი, პროსტა ისე რომ ცოტნესთვის არ ჩამოგიკითხავს? ეგრეა? უსმინე. იცი როგორ არის? გაცილებით უფრო რთულად, ვიდრე თქვენ პატარა თავებს წარმოუდგენიათ საერთოდ რა. აუ, იცი რა მაინტერესებს. ანუ შენ რა პოინტ შეხმარები? ხო, კაი, ჩვენ დებილები ვართ, ცოტნე გვიყვარს. მაგრამ შენ რატო? ჰობია ჩემი. ნადირობასთან და იარაღის შეგროვებასთან ერთად უსუსურების დახმარება არის ჩემი ჰობი. ასე რომ ახლა დალიეთ და მე გადაამოწმეთ ის ნაილა და ექსპერტები. ოკეი, მაშინ შენ გრიშა გადაამოწმე. არა, ჩემ გაკეთებულ საქმეს გადამოწმება არ ჭირდება. შენ თავს ვიწავ. პროსტა რა ქალია თქვი რა. გუშულებრივი ალქაჯია რა. ალქაჯი ეძახი შენ და კაცი რო ვიყო მე შემიყვარდებოდა, მართლა გეუბნები ცოტნესი ვაფშე არ მეკვირს იქ ვარაგა. აი ვაფშე არ შემიყვარდებოდი კატა რა. არა, ძალიან მაგარი ქალია გეუბნები მე შენ რა. აუ ხა ყველაფერი თვითონ არ მიიწეროს რა. ვირბია წერილებს გაბოლოთვარ ცოტა ეგ რომ მოუყვები ყველაფერს. რა სამბობ. ახლა მე კატა ნაღდა და უყარს, ნაღდა. კატასი შინია. იასნია კატასი შინია, მაგრამ ქუტიპმა გრიშა კაკაჩია დააკერა შენ აზე ხარ ვაფშე. გრიშა ჩვენც ყდავკერავ. შანსია რა. შანსია რა. მამა მოდი ჩემთან. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ხალხს, მოსამართლეებს და რაც თავარია მოწმეებს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი მოქალაქეები არიან.